2010 წელს შესრულდება არაჩვეულებრივი იუბილე შეიძლება დავარქვათ. ეს არის ქართული წელთაღრიცხვის 2550 წელი. ესე იგი, ჩვენ საკუთარი ქართული წელთაღრიცხვა გქონია და ჩვენი ქართული წელთაღრიცხვა კაისად 2550 წლისა იქნება. სამწუხარო ის არის, რომ ეს ჩვენი ქართული წელთაღრიცხვა უარყოფილია დღევანდელი სინამდვილის გამოისობით. საქმე ის არის, რომ სხვადასხვა თვალსაზრისი არსებობს ქართული წელთაღრიცხვის წარმოშობის შესახებ. გაიმარჯვა, ასე ვთქვათ, კორნელი კეკელიძის თვალსაზრისმა, რომ ჩვენ ქართველებს წელთაღრიცხვა არ გქონია მე-9 საუკუნის პირველ მეოთხედამდე. შემდეგ ეს თანდათანობით ამ კორნელი კეკელიძის თვალსაზრისმა, ასე ვთქვათ, გაიმარჯვა და ქართველი მეცნიერები ამდენად, ესე იგი, მიხვენ ამ თვალსაზრისს და ამან სავალალო შედეგი გამოიღო. საქმე ის არის, რომ მე-9 საუკუნემდე უამრავი ქართული წარწერები გვაქვს და თურმე ეს წარწერები უთარიღოა კორნელი კეკელიძის კონცეფციის გამო. ესე იგი, ეს პირველი და უმთავრესი იმ თვალსაზრისით თუ როგორ შეიძლება ჩვენ წავიკითხოთ ქართული დამწერლობის ძეგლები. მე-9 საუკუნემდე ხო ქართული დამწერლობის უამრავი ძეგლი გვაქვს და უამრავი მათგანი თარიღიანია. თუ წელთაღრიცხვა არ არსებობდა, ესე იგი ჩვენ თარიღს ძეგლის თარიღის ამოკითხვა არ შეგვიძლია, რა კი უარყოფილია ქართული წელთაღრიცხვის არსებობა. ავიღოთ მაგალითად ერთი ნიმუში, ვთქვათ, ბოლნისის ტაძრის საამშენებლო წარწერა. წარწერა ძლიერ დაზიანებულია, მაგრამ მისი ამოკითხვა მაინც შესაძლებელია. ეს ბოლნისის საამშენებლო წარწერა დაათარიღა აკაკი შანიძემ. რა კი წელთაღრიცხვა არ არსებობდა, შანიძემ ბოლნისის წარწერაში, საამშენებლო წარწერაში ივარაუდა სპარსეთის მეფე პეროზი, სპარსეთის მეფე კავატი და ქართველი დავით მთავარ ეპისკოპოსი ბოლნელი. ამის გამო ეს ბოლნისის ტაძრის წარწერა აკაკი შანიძემ დაათარიღა მე-5-მე-6 საუკუნეთა მიჯნით. სინამდვილეში კი ეს დათარიღება საჭირო არ იყო. სინამდვილეში ბოლნისის ტაძრის ამოკითხვა შესაძლებელია და ამოვიკითხეთ კიდეც ორმა პიროვნებამ, მე და მჭედლიშვილმა, ბაადურ მჭედლიშვილმა, რაც გარდაცვლილმა. ბოლნისის ტაძრის წარწერა ასე იკითხება, უფალო, შეწევნითა წმიდისა სამებისაითა, უფალთ უფლისა, პეროს, მეფეთა თვისისა, ნახპეტობასა,
ხიწყო წმიდისა მის ეკლესიაისაი და 15 წლისა ჟამეულსა აღეშენა. ჯვარსა ქრისტესსა, ვინ აქაშინა თაყვანი ხცეს, ღმერთთან შეიწყალენ და ვინ ამისა ეკლესიაისა მშრომელსა, ბოლნელსა, ეპისკოპოსსა, ხულოცოს, იგიცა ღმერთთან შეიწყალენ. ამენ. ესე იგი, ტექსტი ამოკითხულია, არავით არის სპარსეთის მეფე პეროზი, არავით არის სპარსეთის მეფე კავატი, არავით არის დავით ბოლნელი მთავარი ეპისკოპოსი, ამ წარწერაში ნახსენები არ არის. ესე იგი, აკაკი შანიძის წაკითხვა ეს სუფთაწყლის ფანტაზიის ნაყოფია და სინამდვილეს, ესე იგი, არ ასახავს. რაც მთავარია, ეს წარწერა არა მე-5-მე-6 საუკუნის მიჯნის წარწერა, არამედ წარწერა თარიღიანია და ირკვევა, რომ ტაძრის მშენებლობა დაწყებულა 342 წელს, ანუ მე-4 საუკუნის პირველ ნახევარში და დამთავრებულა 15 წლის განმავლობაში 357 წელს. ესე იგი, რა ირკვევა, რომ მე-4 საუკუნის წარწერა და მე-4 საუკუნეში არსებობდა უკვე ქართული ქრისტიანული წელთაღრიცხვა. ესე იგი, ის კორნელი კეკელიძის ვარაუდი, რომ მე-9 საუკუნემდე ჩვენ ქართველებს წელთაღრიცხვა არ გქონდა, ამ წარწერამ უარყო. გამოირკვა, რომ 357 წლებში არსებობდა ქრისტიანული ქართული წელთაღრიცხვა და ეს ძალიან კარგად არის მითითებული ამ წარწერაში. მეორე უბედურება, რაც ამ ბოლნისის წარწერამ უარყო, საქმე ის არის, რომ იგივე კორნელი კეკელიძის, აკაკი შანიძის ვარაუდით ქართველებს ჩვენ მე-5 საუკუნემდე დამწერლობა არ გქონდა. ამ თეორიამ გაიმარჯვა იმის გამო, რომ კორნელი კეკელიძის ეს თეორია თითქოს ქართული ამბანი შექმნილია სომეხი მესროპ მაშტოცის დახმარებით. ამ თვალსაზრისმა ისე მოიკიდა ხელი, რომ დაუჭირა ამ თვალსაზრის მხარი აკაკი შანიძემ და შემდეგ თამაზ გამყრელიძემ. ამდენად ჩვენ თითქოს არა გვაქვს დამწერლობა მე-5 ახალი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნემდე. ისევ ბოლნისის ტაძრის თარიღიანმა წარწერამ მე-4 საუკუნის წარწერამ ცხადყო, რომ დამწერლობაც გქონია და ქართული ქრისტიანული წელთაღრიცხვაც გქონია. მაგრამ არა მხოლოდ მე საუბრის თავში მოგახსენეთ, რომ ქართული წელთაღრიცხვა უძველესია. ბადალი არ მოეპოვება სიძველით და 2550 წლის არის. საქმე ისაა, რომ ქრისტიანულ წელთაღრიცხვამდე, ქართულ ქრისტიანულ წელთაღრიცხვამდე ქართველებს ჰქონდა ფარნავაზ მეფის ეროვნული ქართული წელთაღრიცხვა.
რომლის საფუძველზედაც ჩამოყალიბდა ქართული ქრისტიანული წელთაღრიცხვა. ესე იგი, ქართულ ქრისტიანულ წელთაღრიცხვას წინ უსწრებს ფარნავაზ მეფის ეროვნული ქართული წელთაღრიცხვა, რომლის საწყისი თარიღია ძველი წელთაღრიცხვის 284 წელი. ეს დასტურდება როგორც წერილობით წყაროებში, ისე ფარნავაზ მეფის დროინდელ ქართულ წარწერებში ქვაზე. ესე იგი, ჯერ კიდევ წარმართული ხანა თავადვე ღაღადებს ფარნავაზ მეფის ეროვნული წელთაღრიცხვის არსებობას. მაგრამ არც ეს არის სათავე ქართული წელთაღრიცხვისა. ქართული წელთაღრიცხვა, როგორც გამოარკვია საკუთრივ ფარნავაზ მეფის წარწერამ, ფარნავაზ მეფის მოხსენიებით, ქართული წელთაღრიცხვა იწყება ძველი წელთაღრიცხვის 540 წელს. და იგი, ესე იგი, ორას 56 წლის განმავლობაში ასრულებს წელთაღრიცხვის მოვალეობას ბრწყინვალედ და ფარნავაზ მეფის ძველი წელთაღრიცხვის 284 წლიდან ფარნავაზ მეფის ქართული ეროვნული წელთაღრიცხვა სწორედ აი იმ უძველესი ქართული წელთაღრიცხვის გამგრძელებელია. ძირითადი რა არის? ძირითადი რა? ძველი წელთაღრიცხვის 540 წელს საქართველოში დასრულდა თვარის წელიწადის დრო-ჟამი და მზის წელიწადის დრო-ჟამი დაიწყო. და ეს მზის წელიწადის შემოღების შედეგად, ესე იგი, აი ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის თარიღი საფუძვლად დაედო მზის უძრავი წელიწადის წელთაღრიცხვას. ესე იგი, დასრულდა თვარის კალენდარული ეპოქა და მზის კალენდარული ეპოქა დაიწყო საქართველოში ძველი წელთაღრიცხვის 540 წელს. ამდენად საქმე ის არის, რომ ქართულ წელთაღრიცხვას კალენდარული საფუძველი აქვს და აი ამ კალენდარული საფუძვლების შესახებ მე მგონი ჩვენ ცალკე გვექნება საუბარი.